Ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გახსნილად ვაცხადებ. სიტყვა ეძლევა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. დღეს ჩვენ აღნიშნავთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის წარმატებას და ეს არის მიწის სისტემური რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმა, რომელიც განხორციელდება და ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. ამ რეფორმის მიზანი იყო მიწის რესურსის მაქსიმალურად ეკონომიკურ ბრუნვაში მოქცევა, ასევე საკუთრების უფლების მაქსიმალურად რეალიზება და ამ მიზნით 2022 წლიდან ჩვენი ხელისუფლების მიერ დაწყებული იქნა სწორედ ეს რეფორმა. ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება მიწის სისტემური რეგისტრაცია. როგორც მოგეხსენებათ, ეს რეფორმა გულისხმობს პირველ რიგში მოქალაქეებისთვის მიწის უფასო დაზომვას, ეს გულისხმობს ყველა საჭირო ინფორმაციის დოკუმენტების მონაცემების არქივში მოძიებას, ეს გულისხმობს ასევე, რა თქმა უნდა, უწყებათა შორის კოორდინაციას, რაც იყო აუცილებელი ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის და ეს გულისხმობს საბოლოო ჯამში მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. უკვე დასკვნით ფაზაშია მიწის სისტემური რეგისტრაცია. ოქტომბრის მდგომარეობით რეკორდულ ვადებში მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოდ აიზომა 1,900,000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ჯამური ფართობი გახდათ 880,000 ჰექტარზე მეტი. აქედან საკუთრების უფლება უკვე დარეგისტრირდა 1,000,000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისად 1,000,000-ზე მეტი ადამიანი გახდა მიწის რეგისტრირებული. ესაკუთრე დარეგისტრირებული მიწის ჯამური ფართობი არის 784,000 ჰექტარი და მეთანხმებით, რომ არის ძალიან შთამბეჭდავი მონაცემები. ასევე გასული წლის 1 ოქტომბრიდან გაფორმდა მემორანდუმი თბილისის მერიასთან, რომლის ფარგლებშიც ეს რეფორმა ფარავს უკვე თბილისს და დაიწყო სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის დედაქალაქში. ასევე აღსანიშნავია, რომ რეგისტრირდება არა მხოლოდ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, არამედ სწორდება 15-20 წლის წინ არასწორად განხორციელებული რეგისტრაციებიც ამ რეფორმის ფარგლებში. პროექტის მასშტაბების და შედეგების გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მიწის სისტემური რეგისტრაციის გაგრძელების თაობაზე. ჯერ კიდევ არიან მოქალაქეები, რომლებსაც არ დაურეგისტრირებიათ მიწის ნაკვეთები, ასეთია 9 მილიონამდე მიწის ნაკვეთი მთლიანობაში და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პროექტის გაგრძელების თაობაზე 2025 წლის ბოლომდე ამ მოქალაქეებსაც ექნებათ საშუალება, რომ სრულიად უფასოდ დაერეგისტრირონ საკუთარი კუთვნილი მიწის ნაკვეთები. ამ რეფორმის განხორციელების შედეგად, დასრულების შედეგად, დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი აღარ იარსებებს ქვეყანაში, შეიქმნება ერთიანი სრულყოფილი საკადასტრო მონაცემთა ბაზა და საბოლოოდ გაიმიჯნება ერთმანეთისგან კერძო სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მდებარეობა და გაირკვევა, რა თქმა უნდა, მესაკუთრის ვინაობა. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან იქნება სრულად უზრუნველყოფილი საკუთრების უფლების დაცვა. მე მინდა მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს, პირადად იუსტიციის მინისტრს ბატონ რატი ბრეგაძეს, მადლობა მინდა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს ყველა შესაბამის თანამშრომლოს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობას მინდა გადავუხადო მადლობა, ასევე საჯარო რეესტრის თითოეულ თანამშრომლებს, ზოგადად მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელებაში. უღრმესი მადლობა. სიტყვა ეძლევა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ბატონ რატი ბრეგაძეს. მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მივესალმები მთავრობის წევრებს, გუბერნატორებს, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ქალბატონებო და ბატონებო. დღეს ძალიან მოხარულები ვართ, რომ გმასპინძლობთ ასევე სააკაძის ახლად გახსნილ სრულიად რეაბილიტირებულ სასწავლო ცენტრში, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს თანამშრომლებს, რომ ყოველთვის აიმაღლონ კვალიფიკაცია და, რა თქმა უნდა, სამინისტრო წარმოადგინონ მოსახლეობის წინაშე სათანადო დონეზე. უშუალოდ დღევანდელ ღონისძიებას, რაც შეეხება რამოდენიმე სიტყვით თქვენის ნებართვით შევეხები საკუთრების უფლებას, რომელიც ადამიანის თავისუფლების და ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვის ერთ-ერთი მთავარი გარანტორი და შესაბამისად დემოკრატიული საზოგადოების არსებობის აუცილებელი ელემენტია.
საკუთრების ძირითადი უფლება როგორც წესი სახელმწიფოს მხრიდან არ ჩარევას და მისი უსაფრთხოდ განხორციელებისთვის სათანადო მექანიზმების შექმნას გულისხმობს. საქართველოს ხელისუფლება არათუ არ ჩაერია საკუთრების უფლებაში, არამედ საქართველოს მოქალაქეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტით შეუქმნა მიწის ნაკვეთზე უსასყიდლოდ საკუთრების შეძენის უფლება. ადამიანის კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესების გამოხატული კეთილი ნება, რა თქმა უნდა, შესაბამის აღსრულებას საჭიროებს, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პროექტის საწყის ეტაპზე ჩვენ მრავალი გამოწვევის წინაშე ვიდექით. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მიწის ნაკვეთების აღრიცხვასთან დაკავშირებული უამრავი ხარვეზის გამო გაურკვეველი იყო რეალურად თუ ვის ეკუთვნოდა მიწის ფონდის პრაქტიკულად მესამედი, რაც დაახლოებით 1,000,000 ჰექტარზე მეტია და ასევე მიწის სისტემური რეგისტრაცია, როგორც უკვე ვახსენეთ, დგებოდა საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე. თუმცა ძლავრი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერით, დიდი მონდომებით, უწყებათა შორისი თანამშრომლობით, მაღალი კომპეტენციით, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, პრობლემის გადაჭრის ინოვაციური მიდგომებითა და მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით ჩვენ ერთობლივად დავძლიეთ არსებული სირთულეები. 2022-24 წლებში არასრული 3 წლის მანძილზე საქართველოს 59 მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქის გარკვეულ არეალებში 10 ჯერ ნაკლებ დროში სისტემური წესით აიზომა და დარეგისტრირდა იმდენივე მიწა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის განმავლობაში მთლიანად დარეგისტრირდა. შედეგად, 1,000,000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე უსასყიდლოდ გახდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, ხოლო აზომილი და უკვე რეგისტრირებული ნაკვეთები ქვეყნის 85%-ს ფარავს. დამეთანხმებით, რომ მიღწევა ნამდვილად შთამბეჭდავია, თუმცა აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო საველე სამუშაოების მიმდინარეობისას სამწუხაროდ დარჩა მოსახლეობის მცირე ნაწილი, რომელიც ვერ გამოცხადდა და შესაბამისად ვერ ისარგებლა მიწის სისტემური რეგისტრაციით გათვალისწინებული სიკეთეებით. ჩვენ არაერთხელ გვითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი საფიქრალი ადამიანი და მისი კეთილდღეობა. ამ სიტყვების კიდევ ერთი ნათელი დასტურია პრემიერ-მინისტრის ბატონ ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პროექტის 1 წლით გაგრძელების შესახებ, რაც პრაქტიკულად ყველა საამისო უფლების მქონე მოქალაქეს მისცემს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შეძენის კიდევ ერთ დამატებით შესაძლებლობას და მინდა ამ გადაწყვეტილებისთვის და ზოგადად ძალიან ძლიერი მხარდაჭერისთვის ბატონ პრემიერ-მინისტრს დიდი მადლობა გადაუხადო სამინისტროს სახელით. ამასთან ერთად კი მიღწეული იქნება, რა თქმა უნდა, მართლაც ისტორიული შედეგი და ყველა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ერთხელ და სამუდამოდ იქნება გარკვეული, რაც რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას სრულიად ახალ, ბევრად უფრო მაღალ საფეხურზე გადაიყვანს. მინდა ერთობლივი ძალისხმევისთვის დიდი მადლობა გადაუხადო ყველა ჩემს კოლეგას საქართველოს მთავრობაში, ბატონი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ასევე განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოხადო საქართველოს პარლამენტის მიმართ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, საკანონმდებლო მხარდაჭერის გარეშე ნებისმიერი წამოწყება იქნება ფუჭი. აუცილებლად აღსანიშნავია გუბერნატორების აქტიური ჩართულობა პროექტის განხორციელებაში და რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობის და ასევე რა თქმა უნდა, რაც ყველაზე მეტად ხაზგასასმელია, იყო ძალიან დიდი ჩართულობა მოსახლეობის და ისინიც ძალიან დიდ მადლიერებას იმსახურებენ. ბოლოს კი თქვენის ნებართვით მინდა იუსტიციის სამინისტროს დიდ გუნდს გადაუხადო მადლობა. ეს მადლობა ეკუთვნის აბსოლუტურად ყველა აქ ყოფ ადამიანს და ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს აქ არ იმყოფებიან და მიუხედავად იმისა, რომ მთელი გუნდი ახორციელებდა ამ პროექტს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად უნდა გამოვყოთ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ მთელ ამ პროცესს და წარმატებით ართმევენ თავს და მინდა განსაკუთრებული მადლობა ასევე გადაუხადო ბატონ დავით დევიძეს და ქალბატონ თამარ ტყეშელაშვილს ამ პროცესის წარმატებული ხელმძღვანელობისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. სიტყვა ეძლევა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ბატონ დავით დევიძეს.